სიო მეგობრებო, მანქანა დავტოვე აქეთ, მანქნები და მე რომელ სართულზე ვარ ეხლა? მე უნდა გავიგო, რომ სხვა სართულზე არ წავიდე, თორე ეს მანქანები გასვლას რო დაიწყებენ, მე კარგად იყავი. ბოლო ვეცად ვერ წავა ჩემს უკან, მაგრამ მაინც სანამ მე არ ჩამოვა. მაგრამ დამჯერე ძალიან ცუდია, როცა შენ გასვლა გინდა და ვიღაცა არ ჩამოდის. ვერ პოულობს. აჰა, მე-5 სართულზე ვართო და ეს რაღაც ძალიან მინგრეული გემი შემხდა, თუმცა ზევით კაი სიტუაცია იქნება. აჰა, მე-5 სართული, მეგობრო. მე-5 სართული. და აგერ არის ყველაფერი. აგერ ჩვენი გემის ინსტრუქცია სად რა არის? და მოკლედ არ გვინდა ეხლა ეს. აქ არ უნდა ამოვსულიყო, აი ამას გეუბნებით, აი მეგობრებო, სტადიონია პატარა. აქ არ უნდა ამოვსულიყო, მაგრამ არ უშავს. ამახა ეს არის. აი ეს პატარა მანქანის სასტავია ყველა ეხლა. აგერ თოთო ბავშვსაც არის ვიღაც. ამას ყველას გაჩვენებთ, მაგრამ აქ მოწევა ესე ყველგან არ შეიძლება. იმ გემზე შეიძლება, მაგრამ აქ არ შეიძლება, აქ სპეციალურად აი ეს ოთახია მეგობრებო. ეს არის მოხალწევი ოთახი. აქ დამ ჩამოსვლა. აი წამოშიგინ ჩევეს. ეხლა ჩვენ გვინდა პირველ რიგში აქ ტოტალიზატორის პონჩია. აქ რაღაცა. ბარი. ჯერ არა ყველა ამოს გაივსება აქაურობა. გადაივსება აქაურობა მეგობრებო. ეხლა ჩვენ გვინდა ეს ბილეთები უნდა მივცეთ და ჩვენი პლასტიკური ბარათის უნდა ავიღოთ პლასტიკური გასაღები ოთახის. დავდოთ ჩვენი ბარგი ბარხან და მე უკვე იმას აქვთ რა ქვია. ეს დაკეტილა უკვე მაღაზია. აი აქ არის ჩვენი გასაღები მეგობრებო. აი აქ. აი ამ ქალთან ეხლა. More along. Hello. There you go. Okay. There you go. Thank you. Bye. Bye-bye. აი მოდი აქეთ გავიდეთ ახლა. ეს რაღაც ამოფცეს მეგობრებო. ეს არის ჩვენი გასაღები მოკლედ. ეს არის ჩვენი გასაღები. ჩვენი გასაღებია, რომელიც ნომრიც არის 10224. აი აქ რა ხდება, მოდი აბა განახოთ. აქ ის არის რა ქვია, ხალხი ზის ჭამს მოკლედ რა. Good evening, ladies and gentlemen. სამ ხა იმას გაჩვენებთ რა ქვია, ოთახს გაჩვენებთ ახლა მოკლედ. ჩამოდით ახალგაზრდა, ჩამოდით, თოლი არ ყავთ, შვილი არ ყავთ, რა გინდათ, მაგ ქვეყანა ხალხია, ნახეთო. მიდექით, მოდექით რაღაცა ქენ გაიცანით ვიღაცა. ძალიან კაი გოგოები ყავს მეგობრებო. აი უცხოელი გოგო და რაღაცა. არის თქო უცხოელი გოგოებს და მაგითო იძახით. ყველა არ არის კარგი, მაგრამ ყველა არ არის ცუდი. ნახეთ ახლა კაი გოგოებს და იმას მარტო ხელებს რო თავი დავანებო ჩვენ ცოლშვილიანებას არ გაინტერესებს კაცო. Так, 1024. ნახეთ ახლა მეგობრებო რა ხდება, როგორ მოვძებნ ჩვენი ოთახი. 10201. ესე იგი აქ იწადიო ჯიგარო შენ. თუ არ და ზევითაც ავალ ხა და გაჩვენეთ, ნახეთ. ზევით სხვა რამე ეწერება მაგალითად. აი მეგობრებო, გემზე ვარ, მე რამდენი სართულზე ალბათ ახლა მე-11-ზე უკვე ხო. ეხლა აქ ტყუილა ამოვედი, მაგრამ 11 რაღაცა არის, ანუ ეს არ გვინდა მეგობრებო, ჩავედით ქვევით. ზევით ჩვენი ზევით არის მეგობრებო ახალგაზრდების ის უცოლოების არის ზევით, ხო ხედავთ? დადიან ვიღაცები და უცოლოები რომ მოყვალ ზევით დაუბერეთ ეგრევე მოკლედ რა. 1024 კაი, წავედით აქ ჩვენ. თავიდან ცოტა ისეთი იყო, ვერ გავიგე რაღაცები, მაგრამ რეალურად ყველაფერი გასაგებია მეგობრებო. აჰა, ეხა 10 რაღაცა ასიანები იქით არის.
და სხვადასხვა ეხლა რომ გაჩვენოთ, ხო? აი ეს სულ ნომრებია მეგობრებო. აი ბოლო თუ უჩანს ეხლა ამას ნახეთ. აი სულ ნომრებია მეგობრებო ეს. სულ. ყველა ნომერია. ასევე აქეთ მეგობრებო, მეორე რიადი. შეხედეთ просто. აქეთ. ასევე მესამე რიადი მეგობრებო. და ასევე სამი სართულია ასე. რამდენი ოთახია ახლა თუნ წარმოიდგინეთ აქ. აი, არ გვინდა ახლა ჩვენი ოთახი მოვზენოთ მოკლეს. აი, ნუ მოკლედ აგერ და წავით აქეთ რა. ესენი წეზებენ შემწავით. უსად არის ხა 1024, 1027, 1099. Yes. 109. 1027 და 1026 საჯანდაბაშია 10. არა, 1000. 207, 204, 207, 208. არა, კაცო აქ არ არის 10. მოიცათ მეგობრებო ერთუთი 10-128-ია, აქ არ გვინდა ჯიგარო. 10-100 რაღაცები, არც აქ არ გვინდა ჯიგარო ჩვენ. 314. ხო და აზრი გვაძლევდნენ ხოლმე მეგობრებო სასტუმროებს. ერთ 5-6-ში მომწეს რა ყოველდღე არა, მაგრამ 5-6-ში მომწეს რა და. ხო, აგერ იქნება ჩვენი ნომერი, აჰა მეგობრებო. 5-6-ში მომწეს რა და 1028, 1027, 1026, 1024. აგერ რა მეგობრებო ჩვენი ოთახი. აბა. იქით, აქით. ეს არის დაოჯახებულების სართული მეგობრებო. და აგერ არის ჩვენი ის, ამას რო გაპან. აი ჩვენი პატარა ნომერი მეგობრებო. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ყველას ასეა. გინდა ტრაილერის ზღოლი იყავი, გინდა იმის ზღოლი იყავი, გინდა ამის ზღოლი იყავი. ყველა ასეა მეგობრებო. აბატონო. აი ესეთი რაღაცა არის. თეთრეულები რა თქმა უნდა ყოველთვის ახლმე, ტელევიზორი. ზევით მეორე, მაგრამ ეს არავის არ გადმოუხსნია. და საკუთარი აბაზონა ტუალეტი. აბატონო. და აი კიდე ბატონო. არა, სუდი რა ვთქვით. არ არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტრაილერ ჯობია. ხო გეუბნებით, ყველას აქვს ესეთი მეგობრებო, აი ყველას აქვს აბსოლუტურად ესეთი. არაფერი სხვანაირი. პატარა მანქანები იქნება თუ დიდი მანქანები იქნება. ყველგან ესეთი არის სივრცე, რავი, საკმაოდ სივრცეა, დაიბანება წყლის ნაპორი, საკაიფოა წყალი, კარგად რეგულირდება და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ მეგობრებო, ავიღოთ ჩვენი ეს რაღაცეები და გავეშუროთ საჭვლისკენ. ეს არ დაგავიწეს მეგობრებო, თორე მე დარჩებით ის. შუქი ჩავახოთ. დენისის გავაკეთე. ელექტრონულია რა, მოკეთ ახლა ეს ყველას გეცოდნებათ, მაგრამ საკონები რო ჩამოდიან არისიან ძირითადად და მაგითო გაჩვენეთ. ახლა სასტუმროში ყველა ვართ ნამყოფები, ხო? აი, საჩავეთ, ახლა ჩვენ ჩავედით ქვევით. ჩვენი ამბავი იყო აქეთ. ყველგან შეგიძლია დაჟდეთ მეგობრებო და ჭამოთ, მაგრამ აქ ფასიანია. ჩვენი მძღოლების იქით უფასო არის ჩვეულებრივ რა. არა, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს რაღაც მეცოტავება ხალხი, იმიტომ რომ აქ სულ ასე უნდა იარო ხოლმე რა და. დღეს რაღაც ცოტა ღამე იყო კაცო ადრეც, მაგრამ არ ვიცი, ხვალე ვნახოთ, აბა, რო გათენდება მე ვნახოთ. ჩვენი საჭმლის თემები მეგობრებო იყო, აი ამ კიბეებს შუაში აქ ის ამ მძღოლების თემა აქ. აქ ყველა მძღოლია მეგობრებო. ლუდი და ყველაფერია მოკლედ რა.
ნებისმიერი რამე შეგიძლიათ აიღოთ მეგობრებო აქ. ნებისმიერი რამე. ასევე ყავა, ჩაი და ასე შემდეგ. კაი, მოდი ხა მე ავიღებ რა. ნახოთ რა შევარჩევ, აქაც ნაყინები და რაღაცებია მოკლედ რა. აქაც იყო ხოლმე რაღაცები, მაგრამ დღეს რაღაც ბანძი გემიშევხდა, მაგრამ არა უშავს, მაინც კაი. კაი. ეს რაღაცები ავიღე დღეს დიდად. გემით არ ვარ ყოფილი დღეს, მაგრამ არა უშავს, მაინც კაია. ეს აზრი არა ვარ, რა არის, რავი. თევზია თუ რა არის. არ ვიცი რა არის, მაგრამ კაცამი რომ ამიღო, მეგონი ჯობდა, მაგრამ არა უშავს. ეს კაია და ღამე მაინც ეხა ბოსტონელი და რაღაცა ავიღე. არა უშავს. სხვა რაღაცა მინდა მეჩვენებინა თქვენს, მაგრამ ეგ არაფერი. ხვალე ვნახოთ რა იქნება. ან შემდეგ ის განახეთ, ეგ არაა პრობლემა. აი დავიზარდეთ მეგობრებო. ნელა დავიზარდ და ის წამწარე იყო ის რაღაცა გაჩვენეთ ახლა. მოგეთ დღეს გაუგებარია მეგობრებო რაღაც ძალიან ცოტა ისინია და ეს იყო ძალიან ცხარე. ცხარე იყო ნამდვილად მეგობრებო. There was somebody, a little girl asked for it to go on, and there was a guy sitting there, but I thought he was fine with it as well. ძალიან ცოტა ხალხია დღეს. შეიძლება ამიტომაც იყო, ვერ გეტყვით მეგობრებო, მაგრამ ესე აქ ნამდვილად არ არის ხოლმე. კი გვიანია და ეძინება ხალხს, მაგრამ თან ზაფხული ახლა ზამთარში იყო ხოლმე გაცულა. აი არა უშავს, ხვალე ვნახოთ რა იქნება, ან შემდეგ ეგერ ღვინები დაუტოვებია ვიღაც. აი ჩვენ არ გვინდა მეგობრებო, ჩვენ გვინდა ახლა დაძინება და დასვენება ხვალ 1200 კილომეტრია გასავლელი. ხვალ ვერ გავვლით, მაგრამ ცოტას დავიტოვებთ რა ზეგისთვის. აკმაუთ დიდი მახინაა ეს გემი, რომელიც დღეს დიდად შემიმედები არ გაამართლა, მაგრამ არა უშავს მეგობრო. აი ხა ესენი ჯიგრები ზიანაგერ. კაი, ახლა ჩემი მეგობარი რომელიმე გვერდში რომ ყავდეს. ან ჩემი მეუღლე რო იყოს. ვაფშე ყველა ერთად რო იყოს ჩემთან ერთად, ახლა და სადმე მივიდოდეთ, კაი იქნებოდა, მაგრამ რა სიზავს მეგობრებო, ხანდიხან ესეა, ხანდიხან ისეა. რაც გვაქვს ცხოვრებაში იმ მომენტებით დავტყვეთ მეგობრებო, რაც გვაქვს იმითი. რაც გვაქვს ის დავაფასოთ მეგობრებო და მერე უფრო მეტის მოგვეცემა. მოგეთ ყველა ლუდი და ღვინი დადის ერთი მე ვარ ესე რა. ერთი მე ვარ ესე რომ ლუდი და ღვინით არ დავდივარ და ვიღაცებთან კიდე მარტო რო ვარ. არა უშავს. სავალ ხა დავწოვი დავიცი. კარგი, შემოვედი ხა მე შიგნით. წავედი ხა მე მეგობრებო და ხვალანი დაგემშვიდობებით. ამთებული დამეტოვები. აი რა. აი ხა გაჩვენებთ იმ კამერას და მეც უკვე ჩემს საქმეს ნელ-ნელა მივხედავ მეგობრებო და დავწვევი. ო, ეს კამერა მეგობრებო. ეხა ღამეა და დღე რო განათლება ჩოვლებოთ, ეხა ეს აი მივცურავთ, ეხა სადღაც ესე მგან მოდნი ახლა თქვენ შეიძლება ვერ ხედავთ. ასევე არის აი შინაური ცხოველები თუ ყავს ვიღაცას დიდები პატარებს აძლევენ, მაგრამ დიდი ცხოველები თუ ყავთ, ეხა იმაშვებიან და აგერ ზაღლებსაც რო უყუროთ თქვენ ზაღლებს კამერაც გააქვთ ოთახში. ანუ მე როგორ ტელევიზია არის რა. რამე მოკლედ ძირითადად იმას დავტოვებ ხოლმე რა. კამერაზე და თუ რამე და აქ დინამიკები არის სადღაც კიდე. დინამიკებში გაგაღვიძებენ მოკლედ ყველა ვარიანტში. კაი, დღესაც სულ ეს იყო მეგობრო, დილით შევხვდებით. აბა, ხოლმე. აი მეგობრებო, ეს მუსიკა არის მაგ. აგერ გარეთ გათენდა კიდევაც. Good morning. It's now 5:30 British time. Our Chase restaurant at the forward end of Deck 9 is now open for breakfast. Coffee, tea, cold drinks and snacks are now available at the Barista Coffee House or the Social Cafe and Bar on Deck 9. Last orders for breakfast will be at 6:30.
Disembarkation will start around 7 o'clock British time. Het is nu 6:30 Engelse tijd. ეგ არის. აი მოკლედ ავდექით მეგობრებო. დიდად არ მინდოდა ეხლა დგომა ძალიან კარგად ვიცექი, მაგრამ ხალი წავიდით ხა ეუშოს. ჩავიდეთ ნახოთ რა გვაქვს საჭმელი ამ დილით. ცოტა ადრეც მომივიდა მეგობრებო, მაგრამ ნახოთ. სევითადის იმაში. არ არის ხალხი აშკარად. ნახოთ იქ რა ხდება. სტილით ისეა. კიდეს. კვერცხები და რაღაცეები მოკლედ. აი მოდი ავიღოთ. მანქანები. მოკლედ ეს პანჯერასთან არ არის ადგილი, მაგრამ შეუძლია. გუშინას და დღესაც ეს ყველაფერი უფასოა, მეგობრებო. დღეს ჩვეულებრივი საჭმელია პრინციპში, აბსოლუტურად. გუშინ ბევრი უნდა ყოფილიყო ძალიან არჩევანი, მაგრამ ნუ არ იყო გუშინ, რაც იყო, მაინც იყო. უკეთესი შეიძლებოდა. კაი. ეს ძეც იყო მეგობრებო, პრინციპში ძალიან მეღონდა. აი მოდი ყავა დავლიოთ ხზიან. ეს ადამიანი წიგს კითხულობს. ზოგი ვარჯიშობს მეგობრებო. ამოიქით მოვარს. ეს ციხესავის სტადიონი არის, ეგ პატარა, მაგრამ გაერთობა რა კაცი ხა ვიღაცა რო ჩამოვა. ვიღაცა გაერთობა მოკლედ რა. ამას როგორ გაუჩერებია მანქანა. ეგრე უცნაურად პირველად ნახე გაჩერებულია. გუში რო ვერ იმავშვებოდით, რო ვერ ამოვდიოდი დროულად, შეიძლება მაგის გამო იყო ნახე გაჩერებული. არა მეგობრებო, დღეს აშკარად არ არის ხალხი აქ რა. ამ დროსაც და ცოტა მერე ალბათ უფრო ჩამოვლენ, მაგრამ არა დღეს აშკარად არ არის და აი მოდუნდნენ ეს მაიმუნები ესენი, ნახე შენ, ხალხი არ არისო, მაინც და 1-2 კაცის გამომოდი ხა ნაირნაირები არ დავყაროთო, ეს შეყოფათო ამათ ეთყობა იფიქრეს. არა მეგობრებო, მართლა ძალიან ბევრი ხალხი აქ ვერ დადგები ხოლმე, განსაკუთრებით ამ კუთხურ ადგილებში არ არის ხოლმე ადგილი. ნუ არა უშავს, სამაგიეროდ ადგილები გვაქვს. ეხლა ცოტას რო წავალთ კიდე აი გამოჩნდება ეხლა ნაპირ და ცოტა ხანი ნაპირს მიუყვებით. პრინციპში აი ეგ მოვიდა კიდევაც უკვე, მაგრამ ჯერ არა რა მაინც.
აი ცოტა ხანი ხავალ მოკლეძები და მე ჩამოვალ რა. და გემი აბატონო რამხელა. ჩემი მანქანა დგას ამის ქვედა სართულზე, ამ სართულზე არ დგას ჩემი მანქანა. აი მე ცოტა ხანი აგერ დავждები და ავას დავლე რა. აგი მოდი ხავიდეთ ზევით. ავიღო ჩვენი ვარგი ვარხან და აი სადგლა სადმე დავждე დავალოდეს მივალ. აი მოდი აქედან ავიდეთ ხა უკვე რა. დაიწყოს უკვე დალაგება. მოკლედ ჩვენს ოთახსაც დავამშვიდობებით მეგობრებო. გადავამოწოთ აბაზანაში და იმაში ყველაფერი კარგად ხო? ეს ტელევიზორი გაუთიშოთ პრინციპში. და წავედით მეგობრებო. აიგარი. Pets must remain in cabin or kennel. Please wait for further instructions for disembarkation. Huisdieren dienen in de hut of kennel te blijven. Wacht alsjeblieft op ეს დაუტოვოთ ხოლმე მეგობრებო იქ იმაში. სამზარეულოში კი არა, ბარი რო არის რა. ცხოველების სასადილოში, ბარში. მადლობას გეუბნებიან ხოლმე მოკლედ რა. აი აქ მეგობრებო, აი. და Thank you. Please come. ხაჩვენ ცოტა ახლოს მომას მე გაახედებს გარეთაც აი შემოვედით მეგობრებო ნელ-ნელა ეხა აქედან მინიმუმ 1 საათი მაინც უნდა ხოლმე მისვლას და გადმოსვლას ნახოთ რა. Ladies and gentlemen, last orders are now being taken in the Taste Restaurant at the forward end of Deck 9. აი მეგობრებო 9 საათი და 37 წუთის წინ დავიწყე მე პაუზა. საათი და 22 წუთი უნდა დამრჩა ჯერ კიდევ რომ დავასრულო პაუზა იმაზე რა ქვია გემზე. მაგრამ ჯერ ახლა ეს ხო არ მივა, მაგრამ მე მგონი რომ მაინც უფრო მალე მივა და აი ამ საათი და 22-დან ჩემი ამის ზრით 22 წუთი მაინც სათხას დამრჩება სავარაუდოდ პარკინგზე მოსაზრნი რაც ძირად არ მინდოდა, მაგრამ კაი ნახოთ რა იქნება აბა. ნახოთ. ჯერ არ მისვლა, მას ჯერ კიდევ უნდა რომ მე როდის დაპარკინგდება, როდის დააბავენ, როდის ჩამოვალთ. ნახოთ აბა იქნება
გავიდეს ეს საათი და 22 წუთი. რო პარკინგზე აღარ მომიწიოს სიარულე და პირდაპირ გავაგრძელო გზა. თუ არა და უნდა წავიდე და ეს დრო უნდა დავასრულო პარკინგზე და მერე გავხსნა სმენა. მარტო ეს არის 6 სართულიანი აი ზევითამდე და ბოზები რაღაც 7-8 სართულიანამდე არის. წარმოიდგინეთ ხა 7 სართულიანი კორპუსი დგას მარტო აქ. აი იქამდე არის 7 სართულიანი კორპუსი წარმოიდგინეთ. მარტო მან და ქვევით არის კიდე 9 სართული. ძალიან რამხელა გემი. ეგ თვითონ ავიდა საჯდომის ზოლი არის. ვერტალიოდის უბრალოდ. ნუ ეს საჰაერო ისინი ხო ყველგან აქვს გენერატორები. ყველგან ვაში. სამწუხაროდ ჩვენ ახლა მალე მივალთ, რომელიც მე არ მაწყობდა. დღეს სხვათა შორის ძალიან ცოტა მოძრაობაა გემებისაც, იმიტომ რომ აქ თუ გემები დადიან ხოლმე. მაგრამ მიუხედავად მაგისა, მაინც ეგერ 1 2 3 4 5 6 7 გემს ხედავ იქით. აქით 1 2 3 4 5 გემს ხედავ აქით. და ეს მეგობრებო, აი ხა რასაც აქ უყურებ, აი რასაც ხა აქიდან უყურებთ, აი ხა ამ კადრში რაც ჩანს, ამ გენერატორების იქით. აი ASM-ი, აქაც არხი შედის, ხო? აი სულ ეს რასაც ახლა ხედავთ, ეს არის ერთ-ერთი ჰოლანდიის ერთ-ერთი პორტი. ერთი პორტი მარტო. და ჰოლანდიაში ჩათვალეთ ფოთივით პატარა ადგილია ახლა ეს, მაგრამ ფოთი რო ბევრი კონდეს ჰოლანდიას და ბათუმი და კიდე სხვა პორტები რო კონდეს და ასევე ბელგია, გერმანიას და წარმოიდგინეთ ევროპაში უბრალოდ რა გადაზიდვები და რა ის მიმდინარეობს, ხო? რა შეარყევს ამათ ეკონომიკას თო? აი რა უნდა როგორ უნდა შეერყოს ამათ ეკონომიკა თუ რაღაც ომი არ დაიწყო მართლა. და გეუბნებით ეს ეხა არაფერი არა, აქ გემები არიან, მოკლედ ძლივსულია ხოლმე ერთმანეთს. 3 რიადზე ერთი იქით მიდის, მეორე აქი და ეს. და ჩვენ უკვე აქ რახან აიმღვრა წყალი. ესე იგი ეს უკვე მანევრს აკეთებს და უკვე ჩერდებით. და ისედაც ამ ასაფრენი ბლიკის მერე დაახლოებით აი პირდაპირ მიაჩერებს, ეხა იქიდან მხრიდან გადავალ. საათი და 25 წუთი მაგ დარჩენილი კიდე კაი 25 წუთი ვთქვათ, მაგრამ საათი მაინც მიწევს როგორც გითხარით იმაზე ყოფნა აქ პაუზაზე და გასაჩერებელი არსად არაფერი არ არის. აი ხა აქ მიაყენებს ეს სავარაუდოს. და მე აი იქიდან ჩავალ ჩვენ ესე ქვევით. მე გავალთ ისე და წავალთ იქით არის გასასვლელი. აი იქ არის გასასვლელი და კონტროლი, სადაც კარტა პოვიდოთ გჭირდება ამ შემთხვევაში პასპორტთან ერთად. გუშინ დაახლოებით 25 წუთი 9 საათამდე მოუნდა ამას ასვლას, ზეგ 9 საათში მე უნდა მივიდე დღეს პარკინგზე. დღეს ეხლა დრო რომ მქონოდა ჩვეულებრივად, მაშინ იმას ვიზავდი. უბრალოდ დავქოქავდი მანქანას, პარომს მოხსნიდი, სმენას გავხსნი, წავიდოდი, მაგრამ დღეს ეხლა მაგას ვერ ვიზავ, იმიტომ რომ დამაკლდა 11 საათიანი პაუზა უნდა დავასრულო. ამიტომ არაფერს არ ვიზავ, უბრალოდ ჩავალ, დავქოქავ მანქანას და გავალ პირველივე პარკინგზე. გავჩერდები, ტახოგრაფს გადავამუწევ რამდენი ხანი დამრჩა და რო შემისრულდება 11 საათი, მხოლოდ მის მერე გავხსნი სმენას და დავიზურებ. მანამდე არ შემიძლია.
და აბდაობდა ეხლა რა ვიცი თვითონ დავისვენე ხო გუშინ რამდენი ხანი 100-ს მოუნდი 25 წუთი მარტო 100-ს მოუნდი 2 საათი იქ ველოდე აქ რო ამოვედი მე ნუ ყველა დადის ეხლა ამ საჭმელზე და ყველა ბანაობს ხო და რაღაცა ერთი გამოსვლა გარეთ ყველა გამოდის მე რომელ საათზე ავდექი 6 საათი და 20 წუთი იმათ მარო და მუსიკა რო დაიწყო რა აპარკინგებს ეხლა ჩამოვედი და მოკლედ თუ ხელმეძინა ჩათვალეთ 4 საათი და ვითომ 11 საათიანი პაუზა იმიტომ არის რომ ზღოლმა უნდა დაისვენოს აი სისულელე რა მე გაიგინე მისწორდება ესეთ რაღაცები მაგრამ ხა ვინც ყოველდღიანი დაცურავს ამჯერად აღარ გაგისწორდებათ მე ერთი 20-ში რო იცურებთ მე აღარ გაგისწორდებათ მე ამცას აღარ ვილს პრინციპში ადგილ და პირდაპირ დაიძინეთ მაგრამ იქიდან რო ვერ ამოდიხარ ხანდახან და აქაც რო დროზე უნდა გამოხვიდე მე და აგერ პარკინგი და ეხა უკვე ყველას დაცილი აქვს აბსოლუტურად ნომრები რა სამაშურო ისინი არის მართლა ხო იგეთები რამოდენიმე ყველა გემს აქ მოკლედ აგერ მეგობრებო ზოგი ძახის მანქანას ვერ ჩავაყენებო რა და ამხელა გემს აპარკინგებს ტიპიტო ვიღაცა რო იტყვის რომ ვერ დავაპარკინგებო აგერ ამ ვიდეოს და იმ ვიდეოს უყურეთ ეხლა რომელსაც ჩავსვათ My life be like, yeah. My life be like, yeah. Cab over Pete with a reefer on and a Jimmy hauling hogs. We was headed for Bear on I-10 about a mile out of Shaky Town. I said, Big Pen, this here's a rubber duck and I'm about to put the hammer on down. მეგობრებო და ნუ რავი ნუ გაიტყვის რომ მე ვერ დავაპარკინგებ ამ გემის კაპიტანი ჩაულებრივად ადამიანია რომელსაც ორი ხელი და ორი ფეხი და ერთი თავი აქვს არანაირად არ აქვს ხუთი თავი და შვიდი ხელი დამიჯერეთ ჩაულებრივი ადამიანია და ადამიანს თუ თავი დავანებოთ ეგრეთ ცხენი კი ნახეთ რა შვება და ყველა შეგიძლიათ მეგობრებო აბსოლუტურად ყველა შეგიძლიათ დააპარკინგა ეგენიც ემზადებიან ხალხის წავიდა უკვე ამ თოკებს ისვრიან მიაბავენ დააბავენ გაჭიმავენ და ამასობაში მე უახლოეს პარკინგი ნახე მეგობრებო 18 კილომეტრში 25 წუთი უნდა მაგრამ ეხლა აქ მანქანა მე ისე კი ახლოს დგევარ მე შედარებით მალე გავალ მაგრამ მაინც სანამ აქ გავალ სანამ ამ სოფლეს გავივლი და რაღაცა შეიძლება ვერ მოვასწრო ამიტომ ალტერნატივას მაინც მოვძებნი რომ ის მას აქვნა ახლო პარკინგი არ არის უბრალოდ ახლოს, მაგრამ სადმე რომ შევაყენო რა. თუ არა და გადაგიქცევა და დაიფიქსირებს დარღვევას და უყურე ახლა ამას მე რომ 9 საათს არ გამომივიდა მე აქ გემზე როგორც ჩანს. საათი მრჩება რა. 2 საათი ქვიდექი 9 საათი გემზეც არ გამომივიდა 9 საათი, 9 საათიან პაუზაში ჩაითვლებოდა ბოლო-ბოლო არ შეიძლება, მაგრამ ბოლო-ბოლო რაღაცა, მაგრამ ვერ უნდა გავჩერდე სადღაც. აქ ვერ გაჩერდები, არ შეიძლება რა და აი არის ტახოგრაფი. რაღაცა კუთხით კარგია, მაგრამ ყოველთვის აი რაღაც დაუსრულებელი იმის შტაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს არ არის დახვეწილი და დასრულებული და ჯერ ესე მოქმედება შესაშვები არ იყო. აი სულ ასე მრჩება. ახლა საიანგარიში ხა აქ შენ რაღაცეები. მაშინ უნდა იყოს ახლა როგორც საქართველოში ელექტრომობილის სკოლას დიდი აზრი არა აქვს და აქ ყველას ხავს, იმიტომ რომ ილონ მასკმა რა გააკეთა ხო ტესლები როგორ გაიწყო ტესლების გაყიდვა და ზოგადად ტესლის მერე წამოვიდა ელექტრომობილი რატო იმიტომ რომ ტიპმა მანქანების გაკეთება რო დაიწყო ასევე დაიწყო დამტენების გაკეთება ხვდებით და ყველგან არის ეს დამტენები აბსოლუტურად სამსახურებში სახლებში უბნებში კალონკებზე სხვადასხვანაირად და ასე შემდეგ იმიტომ გაყიდა ილონ მასკმა ტესლა და ტესლას მერე წამოიკაჭა ყველამ წამოყო თავი აქაც ესე უნდა იყოს ეხლა არის პარკინგები როგორ არის მაგრამ აქ არ არის ამ პორტში რატომღაც რომ მოვდივარ სულ ასე მინდება ხოლმე 5 წუთში მე აქ ვერას ვერ ამოვდივარ ამ გემზე. დაახლოებით 9 საათი და 9 საათი აქედან კიდე ახლა ვიღაც ამნაირს რომ შეეშალოს, უკვე კარგად იყავი და. და მაგდო ვიძახე რაღაც თითქოს არ იყო დასრულებული ეს ამბავი ამ ტახოგრაფის თემა და ისე შეაგდეს იმაში, რა ქვია, მოხმარებაში და ახლა მინდა იანგარიში აქ გამოსწავლე მათემატიკაში. ნუ მოკლედ მე მე არ მომწონს და აგერ დაჭიმავენ მეგობრებო ახლა ესენი ამას და წავედი მეც ჩავიდე ბარე. აგერ ერთ დროს დაჭიმეს რამდენიმე ჭიმავენ მაინც ახლა იმასაც ჩამოწევენ დაადებენ ამას და ვსიო გავდივართ მოკლედ. კაი, წავედი ხამეც. ოი აქ რა რიგი
აი მოდი მე აქიდან წავალ ცოტა. ცუდი შესასვლელია, მაგრამ აქიდან ჩავალ არა უშავს. რამდენიმე შესასვლელია გემს რა. გუშინ საიდანაც ამოვედი პრინციპში იქ სტადიონთან რო ამოვედი ისევ იქიდან ჩავალ. ეხლა რო პაუზა დამთავრებოდა იქ სმენის გახსაზას დრო უნდა რაღაცა და ხანდიხარ რო ჩადიხარ უკვე დაკოქილია მანქანები და მალევე გადიან მალ-მალე უნდა ხოლმე კეთება და ეხლა დღეს არ ვიცი ნახოთ როგორ იქნება აი ეს კარი საკმაოდ უნდა გამოკაჩო აქით ეს კიდე ადვილად გაიღო ჩვენი რომელი იყო გუშინ 5 ხო 5 იყო კი ჩვენი 5 ჩვენი მანქანა იდგა სადღაც აქით აგერ ჩემი ჭრელა ძალიან მიყვარს ეს მანქანა ჩემი კაცია მოდი ახლა რა ხდება აქ ნახოთ. მოკლედ მეგობრებო, აქ ყველაფერი ამოვალაგე, დავალაგე და მზად ვარ წასასვლელად. ეხლა რა ხდება ნახეთ. 55 წუთი მეგობრებო, მაკლდება რომ გავიდე პარკინგზე, წარმოიდგინეთ. რომელ პარკინგამდეც მე მინდა 26 წუთიდან შეიძლება თუ ზუსტ 9 საათი რო იყოს მეყოფა, იმიტომ რომ გუშინ 9 საათი მეყო ამოსვლას. გემზე ვდგავარ, გერ მეგობრებო, ნახეთ, პარომი. აი ეს პარომის ნიშანია, სხვა ვიდეოებში ვაკ ნათქვამი, გემივით რო ხატია აგერ. ვითომ ყვამლი ამოდისო, ქვევით რო დავაწვევით 7:44 ვდგევართ მეგობრებო. ასეთ შემთხვევაში აქ როცა ვართ, აი საათი და 7 წუთი დამრჩაო, იმაზე მეუნება და ეს დრო ესე რატომ მიჩვენებს, ანუ ცოტა სხვა დროს დავინის. ეს დრო საერთო დროს მიჩვენებს, მაგრამ რო ამოვედის არ დამითვალა როგორც ჩანს. საათი და 6 წუთი უნდა დავასრულო მეგობრებო პაუზა. და ნახეთ ეხლა აქ რო ჩამოდიხარ და აქ რო გინდათ რო პარკინგი მოძებნოთ უახლოეს როცა არის და გაერკვევით. აქ ინტერნეტი არ იჭერს მეგობრებო, ხვდებით? და წინასწარ ზევით უნდა გქონდეთ მოძებნილი, ამიტომ მე კი მოვძებნი, მაგრამ მანამდე არ მგონია რომ მივიდე რა და. ამიტომ რო გავალ მერე მოვძებნი ბოლო-ბოლო ახლო პარკინგს. საათი და 5 წუთი დამჩამე საბოლოოდ პაუზა გასაკეთებელი. ახლა ხელს არაფერს არ ვკიდებ, როგორც უბრალოდ ქოქავ და მივდივარ, ჩერდები იქ, ველოდები აი ამ საათი და 5 წუთის ამოწურვას და მე ხსნის მენას და მე იწყება ჩემი სამუშაო დღე. ეხლა მე არ მუშაობ. და ეს საათი და 5 წუთი რო არ გამოსულიყო, ანუ ეხლა აქ რო გამختارიყო, მოკლედ გუშინ გაჩერებიდან, სმენის გაჩერებიდან 45 წუთი რაც, ანუ 1 საათით ეხლა გვიან რო დავძრულიყავი, აქ იქნებოდა 8 საათი, ხო? 8 საათი და 46. შესაბამისად ეს საათი და რაღაცას არ იქნებოდა და ასეთ შემთხვევაში პარომს მოვხსნდი, შევიდოდი ჩვეულებრივად პარომში, აგერ ქვევით ავტომობილ ვოდი და კანეთს მივცემდი ამას დავეთანხმებოდი უკან ოკეი და იმას ვიზავდი. ჩემი მეგობრის მანქანა რო დაძრავს პარომს ავტომატურად ხსნის, მაგრამ რო გაჩერდება მე ესე უახლებს და ჩემი არ შვება მაგას. ხო და მოკლედ რამე რო ყოფილიყო ეხლა პარომს მოხსნდი ჩემ მაინც თქვენ შემთხვევაში თუ გინდა უბრალოდ დაძრულიყავით პრობლემა არ იყო და სმენა უნდა გაგეხსნათ. მე ჩემ შემთხვევაში ესე ვიზავდი. პარომს მოხსნდი, სმენას გავხსნი და წავიდოდი პირდაპირ პოლონეთისკენ პრობლემა არ იქნებოდა. ეხლა პრობლემაა. რატო? იმიტომ რომ ეს ვინც გამოიგონა საღოლ მაგას, შეიძლება მაგარი კაცი იყო, მაგრამ უბრალოდ მოკვდა მართლა ეს კაცი და მე ადგენდა შემოაგდეს ეს დაუსრულებელი კი ხვეწავენ ნელ ადრე შაიბები იყო, მე ძველი ტახოგრაფები, მე ახალი ტახოგრაფები, ახალ ტახოგრაფში მე საგულზე ნელა ხვეწავენ, მაგრამ ეს ნელა ხო 1 წელს და 2 წელზე კი არა ლაპარაკი, რამდენი წლის წინ იყო ეს შაიბები, ხო ალბათ რავი 15 წლის წინ მე მგონი იყო ეგ შაიბები, 15 წელი რო ხვეწავენ რაღაც ვერ გეტყვით რა. ეხლა ჩვენ მანქანა მაინც დავქოქოთ მეგობრებო, რადგან და მანქანა აღარ უნდა ჩავაქროთ მეგობრებო ეხლა რო დავიზრები აქ გამოჩნდება, აჰა, უცებ მოხდა ყველაფერი, ხვდებით? ეხლა რო დავიზრები, ეს დადგება ჩაქუჩზე. გუში რო დავძარი მანქანა ერთხელ ხომ მქონდა ჩამოსვლის უფლება, მანქანა უნდა ავწიო მეგობრებო კიდე. აი, ნელ-ნელა ეხლა გავდივართ მეგობრებო და თან ეს მანქანა წამოვწიო, ჩემ შემთხვევაში ორივე მხარე რახან ჩემი დაბალია. აგერ ეხა ამან რული დახატა რახან მივდივარ, აი აქ გვალი რო არის და წერტილი რო არის ეს რულია მეგობრებო, მაგრამ რო გავჩერდი ჩაქუჩებს დახატა. ეხა ეს მანქანა რო ჩავაქრო,
всё, დაიმახსოვრებს ლოგინს დაახატავს და მეტი დაზრისუფლება არ მექნება. თუ დაძრავ შეცდომა. აი ხო სისულელეა რა, აი არ ვიცი მეგობრებო რავი. აი არ ჩააქრო, გეტყვი, არ ჩავაქრო, კაი, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება 3-4 საათი იდგეთ, არაფერი არ არის მეგობრებოა გამორიცხული. როგორც წესი არ ხდება ხოლმე, მაგრამ ჩემ მეგობარ ძირითადად ადის 5-10 წუთში. როცა მე მინდება ხოლმე აქ, აი ხა ნახოთ ესე იგი 8:05 ხო, თქვა 8:05-ზე დავიძარე, აი ნახოთ რამდენ ხანი მომდები ჩამოხოს. უბრალოდ ეხა მე გამიმართლა მეგობრებო, იმიტომ რომ მალევე გამოვედი. ხედავთ, ეხა მე რომ ბოლოსში ვიდგე, კი გვიან დავძრავდი, მაგრამ ეს მანქანები რომ მოქუჩდებიან აქ, მე ვეღარ გახვალ ესე ადვილად აქ. ჩასვლაზეც იგივენაერად მეგობრებო. ჩასვლაზეც იგივენაერად დაბალი მითი რაღაც ტალჩოკების garaშე ჩავდივართ, ეგერ ამხელა გეიმოდის. ეხლა რაღაც წამოვიდა აგერ 1 2 3 4. ეგ ამხელა ტალღები მოაქვს იმას. გააჩერეო მითხრა მან და შევანელე ძალიან ნელა. აი, წავით, ეხლა გავყვეთ მანქანებს ჩვეულებრივად. 25 წუთს მიწერს ეს. პასპორტი და პოვიტო მომზადებული გვაქვს, მეგობრებო, მე აქ ძებნა რო არ დავიწყოთ, იმპორტში არ უნდა, საფრანგეთში საერთოდ არაფერი არ უნდა, მარტო პასპორტი უნდა და 1-2 ის იყო რომ პასპორტი არ გამომართოს, ბეჭედი არ ჩამიწეს, ესე გამომიშვეს, ვერ გაიგებ. ხო და აქ უნდა მეგობრებო, ზოგ პორტში უნდა, ყველგან სხვა სიტუაციაა რა. აი ეს მანქანები, იქ რო სხვა მანქანები ეყრან, ეხლა ამ პორტში სხვა მანქანები და ესენი დაათრევენ ამ პრინციპებს მოკლედ. ეს ხალხი ჩამოსასვლელი აისაა. როგორც თვითფრინავს რომ მიადგამენ ხოლმე იმას, ზუსტად იგივენაირადაა გემზეც ეხლა. აი ჩვენი გემი ჯიგარი. ანუ ის თუ მარტო 7 სართულის სიმაღლეა, ეს ეხლა წყალშიც ხო არის, წარმოიდგინეთ რამ ხელა არის, აი ხა აქედან სადაც ზის და წყლის ქვეშ კიდე ხო არის, ანუ რამ სიმაღლეა ეხლა ეს გემი, თქვენ წარმოიდგინეთ რო გაზომოთ მეტრობაში და სიგრძე. აი ესე იგი ეწერებოდა გუშინ ახალში მართლა. 5 წუთი ხო, ანუ 3 წუთია მოვდივარ ეხლა მე, ანუ იქიდან აი აქ გემზე გვერდზე რო აღმოჩენილიყავი 3 წუთი მოვდი იდეალურ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამაზე მეტი გვინდება ხოლმე როგორც ეს. აგერ კონტეინერზე დიმოდის რამდენამეს მოათრევს. ყვავის დუნია ყვავის მეგობრებო როგორც იტყვიან, აქით ეგრეა რა. ჩვენთანაც ეგრე უნდა იყოს, სხვა გზა არ არის. ყველას აქ და ჩვენც უნდა გქონდეს. ყველამ თუ დაიმსახურა, ჩვენ აღარ დავიმსახურეთ. ეს პოლიციაა მეგობრებო. ეს ნაპერთან მივდივართ, ხედავთ. აი ხამ ტელეფონს მაინც ჩავწევ, მაინც, რა ვიცი. არაფერი, მაგრამ ეხლა გაჩერება და დროის დაკარგვა მე არაფერში არ მაწყობს. სხვადასხვა ეხლა მივდივარ ძალიან ჩქარა 25-ით. როცა იდეაში 25-ით კი არა, 5 3-2 კილომეტრით მივიწევთ ხოლმე. თითი მათ ჩვენა ამანაც კარგადაა ყველაფერი. ეგ ჰოლანდიური სახლი ისინი. ის რას მიაპოვს ტალღებს. აი მეგობრებო, ჩვენს გარდა, აი ხა ეს მისაბმელები რაცა, ეს მისაბმელები ყველა ან ასაყვანი, ან ჩამოყვანილი და უბრალოდ გალოკები მოვლენ, ეს მარტო მანქანი და წაიღებენ. აი რამდენი მისაბმელი აყენია ხა აქ. ეს შეიძლება ყველა არ აიყვანონ ერთ აყვანაზე, მაგრამ ნუ ნახევარს მაინც ათვალეთ აიყვანა, ეს ყველა აქ პარკინგი ამათვის არაა და მაგი არაა გათვალისწინებული. მე მგონი ყველასაც აიყვანენ, მაგრამ ნახევარს მაინც აიყვანენ, ამათვის ცალკე სართულია ხოლმე ზოგ გემზე გამოყოფილი. ზოგან ჩემს გვერდითაც მინახია, რომ 2-3 მისაბმელი ჩემ გვერდზე ეყენა და მე მევიდექი. აი ეს რაღაცა მოგხსენით, ეხლა ჩვენ რემენი გავიკეთეთ და გავაგზავნეთ. აჰა, პატარა შუქნიშანივითაა რაღაცა, მაგრამ არა დღეს ძალიან მალე გამოვიდი მეგობრებო. გამიმართლა კაია რა. 7 წუთი მეგობრებო, აი აქამდე მომდი 7 წუთი წარმოიდგინეთ. მანია თუ წავეს. ეს არ ეყენა, ახალი დაყენებულია. ეგრე ემჩნევა კიდევაც ბეტონებს.
იზრა კაცია. ადერი რატო არ გახსნა? ადერი არ გახსნი ამ პატარას. მე ყო ერთი ბოთლი ასპარტელი გიდეს მათ. აქ დაუწყიათ რაღაცეებს კითხება, ესენი არ იყო აქ ადრე. იგას მეგობრებო პოლიცია და ეხა კონტროლივით შეიძლება იყოს პატარა, მაგრამ ძირითადად გვიშვებენ ხოლმე როგორც ეს. ეგ პოლიციის მანქანა და ეს ბუტყა არის მაგათი რა მოკლედ. ნახოთ ეხა ამ ტელეფონიდან გადავიღებ და იმას ვიზავ მაინც. აქ უნდა ვაჩვენო ბილეთი, ეს ადრე არის, მაგრამ გაიღო და. მეგობრებო ის გემი რომ მოდის ეხლა ეგ არის არხზე რო არის ხოლმე გემი, ეგ პატარა გემი ხა წავა, სადღაც მიჩერდება და მან ცხოვრობს. და როგორ მოაპოვს ტავ, როგორ მოაპოვს ტავ ეს ნახე. მეორე გემა რო ჩაუარა, ნახე რას უშვება. დაწავი. მეორე გემა რო ჩაუარა, ნახე რას უშვება მეორე. კარგი მოკლედ აგერ მივედი კონტროლზე და ვნახოთ რას მეფრიან ამით გადავიხებ. არაფერს უბრალოდ პასპორტს და იმას მივაწვდი და ეგ არის რა. მივაწვდე პასპორტი და პოვიტო. როგორ ხარო, კარგად გნოფო თავსო დღესო ეს ამ მოგიკითხესავით, მაგრამ სნაულის მოკითხვა კი არა, ეგ ყველაფერი შემოწმებაა, რომ როგორ გაცემა მა პასპორტს და კარგად მეთქი ძალიან კარგად გაცო. შენზე კარგად მეთქი. ეგ არ მითქია, მაგრამ კარგად მეთქი, ისე უთხარი შენზე კარგად გვეკრება. და არ ვიცი, ეგ ყველაფერი მეგობრებო ვიღაცას რაღაცავი რა თბილები არის, ამფერ თბილები არ არიან, ჩვეულებრივად საქმიანობაა მაგათ და ერთული აქვს ეხლა როდის სწავლენ ესენი სახში აქიდან და ეგეთი რაღაც სიტყვები და იმებით ყველაფერი არის შემოწობა და კონტროლი და ამოხედვა და გახუმრება და ყველაფერი. ზოგი იშვიათად, მაგრამ ცოტას რო გაგიბამენ ლაპარაკს, მე ესე იგი უკვე ისა, მაშინ მაგალითად ქართველი ვარ მე შეუთხარი, ერთ ქალმა მითხრა ქართველები ვაქო, წინა კვირასაც ყავდაო ქართველიო, რაღაც მომრავლითო. და ეხლა მე მოდი გავყვები ამას, აქით მინდოდა წასვლა, იმიტომ რომ აქით სოფლებში გავდივარ, მაგრამ მაგის დრო მეგობრებო ეხლა არ მაქვს რა და 17 წუთი, ანუ 12 წუთია მოვდივარ და აქითაც არ მეყოფა მე დრო როგორც ჩანს. 21 წუთი, არ მეყოფა მე დრო ამის დედავატირი და სად გავჩერდი, აქ ეთყობა ჩერდებოდნენ და არ შეიძლება გაჩერება. კაი მეგობრებო, ეხლა გავციშავ კამერას და უნდა მოვზებნო მანამდე, იმიტომ რომ არ მეყოფა იქამდე ვერ მივალ 20 წუთში იქ რომ მივიდე. 5 წუთი, 13 წუთი გუშინ რამდენი წუთი ამოვდიოდი აღარ მახსოვს. 30-ზე მეტი არ იყო, მაგრამ 25-ზე 25 იყო თუ 27 ეგ აღარ ვიცი. არა, მე მგონი მეტი იყო გუშინ. 25 წუთი მომდი მე მგონი, მოიცა აბა ნახავ იმას. კაი, მოკლედ გავთიშავ ეხლა და ეხლა ესე გაქვს საფიქრალი, აგერ ნახავთ მანქანაზე მიდიხარ, იქ ინტერნეტი არ იყო, თავიდან ხო ხდები და აი ეს არის ეს. კი ბატონო. ვიმეორებ მეგობრებო, თუ ვიღაცა იტყვის რომ არა კაცო მე ამდენი არ მიჭირს, აი მოვიდეს აქ ყოველთვის იგივე შემთხვევა შეექმნას 9 საათი, 25 წუთი, 40 წუთი მოუნდეს. ასვლას ეხლა მე გამიმართლა კიდევ ვიზახი და დროზე ჩამოვედი, აი არ შეიძლება გაჩერება როგორც ჩანს. დაუყენებია და აქ მანქანები ჩერდებოდი. მე ისე დავდიოდი ხოლმე, ესე პირველად მოვდივარ, არ ვიცი. იქით სოფლების სათბურები და სახლები და რაღაც გორასავით აწეული ადგილი და ამ სახლებს ზევიდან მიდიხარ და მაგრამ ისორდება იქიდან და აქიდან არ ვიცი. კაი, მოკლედ გავთიშავ ეხლა მოვძებნი რამე ადგილს. აგერ მოვედი, ეხლა ავტობუსი იყო წინ გაჩერებული, ან ავტობუსის გაჩერება შემდგა, ავტობუსის გაჩერებული იყო, წარმოიდგინეთ და აი აქ მაგ ეხლა სადღაც შესაძლოა. Поверните налево. Затем ваше место назначения будет справа. თუ დამხვდა აქ ადგილი, მაგრამ აქ რა ადგილი დამხვდება? აუ, აქ მეუნება კაცო ეს შედიო, არა აქ როგორ შევალდო? მანდ მეუნება და შედიო, მანდ მიჩვენებდა პარკინგის ადგილს. Поверните налево. Затем поверните налево. მეგობრებო, მაგრამ ეხა ერთი აქ შევიხედო უცებ რა ხდება. ხო, სადმე ეს ადგილას უნდა გავჩერდე, მეგობრებო, სხვა გზა არ მაქვს რა. Bitom ratom. იმი რომტომ მე ადგილი აღარ მაქვს მეგობრებო, აქ არსად და Поверните налево. Затем плавный поворот налево. მე 23 წუთია რაც მოვდივარ, რაღაც 7 წუთში ჩემი ვარაუდით უნდა გავჩერდე, უკვე სადაც აქ არსად არ შეიძლება გაჩერება და. მაგრამ რა ვქნა მეგობრებო, დავდგები ავარიულ. Поверните налево. Затем поверните налево.
აი მოდი აბა უცებ გადავხედოთ ჯიგარო ჩვენ ახლა სადა ვართო აქ ვართო თუ რამე აქიდან აქ შეგვიძლია წასვლაო ხო და აგერ არის ეს გაჩერებული და მოდი მეც აგერ გავჩერდები ამის დედაცვადრე რა უყო რა ავარიულებით გავჩერდები მეგობრებო ის დრო Через 600 направо. ტენები აგერაც აი აგერ შენიერი ხეთში კი გავჩერდი აგერ გარეული იხვები მეგონენ მაგრამ მე ბატები ყოფილა ახლოს რომ დიდები არიან და აგერ ეს უკვე იხვია ეს ბატები არიან აი თქვენ ბატებო თქვენ მართლა რა აი ეხლა ნახოთ აქ რა ხდება მეგობრებო ჩვენ სადა 16 წუთს მიწერს ლოგინს მე გუშინ პაუზა რო დავიწყე მეგობრებო 27 წუთში უნდა დასრულდეს პაუზა 26 წუთი დამჭა ეხლა უკვე აქ მიჩვენებს საათ და 16 წუთს აი საათ და 16 წუთს უნდა დავასრულო მე 26 წუთს ის კი მიჩვენებს ანუ 26 წუთში ეხლა გავათ 11 საათი რაც მე გუშინ სმენა დავკეტე მის მეგრა მიხდით მაგრამ აგერ დაეწერა საათი და 15 ანუ ეს რომ ამოვედი გემზე და ჩავედი მაგას არ მithulis ეს ხვდებით და მაგას რომ არ მithulis და ეხლა უხეშად რო გადავთვალოთ ესე იგი მე საათი კი არ მომინდა ასვლა ჩამოსვლაზე მომინდა 26 წუთი აქ რო შეება და საათ და 15 აქ 50 წუთი მდომებია იდეაში რამე რო ყოფილიყო იმას წუთს მოვასწრებდი იმ პარკინგამდე სადაც იყო დარჩენილი 13 კილომეტრი აი მეგობრებო რას გეუბნები თქვენთან რატომ არის ადვილი აი რამდენჯერ უნდა შევადარო ჩემი ეს სამსახური და თქვენი სადაც იწყებთ მუშაობას ეგ ერთმანეთს თქვენ იქ რა თქმა უნდა კი ბატონო მოგიწევთ ახლა ჩემ მეგობარსაც უწევს მაგრამ ჩემ მეგობარს ხოლმე რო ვეკითხები სხვა სიტუაცია მაქვს მე სულ იმას ერთი ეგივე სიტუაცია აქვს თითქმის სტანდარტულად ნუ ცოტა სხვაობით იმას რო ვეკითხები ხოლმე იქ ისე აქვს მეგობრებო გათვლილი თუ რაღაცაა და არავა საერთოდ უხედავს რომ რაღაცა სათუა და რაღაცა არავა საერთოდ და არ დისპეჩერი იდეაში ადგება და არ გაუშვებს იქ ძალიან ზაპასები თვლიან დროებს მეგობრებო და მე კიდე ვერ შვები აქ მე სხვანაირად მაგრამ გამგემზე გუში რო არ მომესწრო ხო ეხაც იქ ვიქნებოდი ინგლისში და აქ როდის ჩამოვიდოდი საერთოდ ხო და ამდენ რაღაცა სურო ადგედა დაიწყოთ ვიმეორ ჯერ არ დაგაწყებინებენ ასეთ კომპანიას სადაც შენზეა ეს ყველაფერი გადასასწრებელი თქვენთან არ არის მეგობრებო ეგ ძირითადად 20% ხარ თქვენ ამ რაღაცეებში 80-ში ისინი აგვარებენ ხო და ჩემ შემთხვევაში 95 მე ვარ და 5% ისინი მაშვებიან ისინი გუშინ უბრალოდ ის მომცა უბრალოდ ბილის რეფერენცია ჩამიგდო გემის და მორჩა ეგ იყო მთელი მაგათი ამ გამბავში ჩარება დანარჩენს მე ვანაწილებ და იქ ყველაფერს ეგენი აკეთებენ მეგობრებო 80%-ს მაინც ხო და რომს დაგაწყებინონ მეგობრებო რაღაც გავს კომპანიაში მუშაობა თქვენ ფიზიკურად ვერ გაკაჩავთ კი გაკაჩავთ მაგრამ ყოველ დღე გეკთემათ უამრავი დარღვევები აი ხა მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა და ყველაფრისა რაც ვიცი თქვათ უბრალოდ რიგში რო შორტ გარიყავი სავარაუდოდ უკვე სხვა ადგილას მოვძებნდი კი ბატონო მაგრამ მაინც ვერ მოვიდოდი ანუ ეს მარტო იმაზე კი არა რომ აი გამოცდილი ხარ და არა უბრალოდ რაღაცების იმართებ ცოტა გამოცდილება რიგში კარგ რიგში დავდექი და ასე შემდეგ რა მე აქ ავარიულები შუქები მაინც ჩაურთო რა ეხა წეს დაგდომა არ შეიძლება მეგობრებო ეხა პატრულმა რო გამოიერდა რომ გამაჩეროს ისა რომ მოვიდეს აქ ხომ დამაჯარიმებს რატო დამაჯარიმებს იმიტომ რომ რას დაწერა ვიღაცამ ის არ დავიცავი აქ სავარაუდოდ არ დაგაჯარიმებ მაგრამ გეტყვიან გადააყენო მაგრამ მოგთხოვე რომ დააყენო რა და აგერ ჯერჯერობით საათი და 20 წუთი დამჭა კიდე ნახოთ აქ რო პატრულმა გამოიეროს და აქ რო ვიღაცამ რაღაცა გიცხას გამომდინარე იქიდან ჰოლანდია გერმანიაში ესე ვერ გაჩერდებით ბევრ გამერ გაჩერდებით ეს მაგრამ აქ ჰოლანდია მეგობრებო აქ თავი აი ეს ბატების კი სხვანაირები არის ეს ბუჩქები ყველა ძალიან თბილი და ძალიან გემრიელი ხალხია რაღაცნაირი ხალხია რა ამათან და აი ოდნავ ვერ იგზნობთ ვერაფერს არ ვიცი მე ასე ვარ მეგობრებო და რაღაცა ნაგლა თუ დაიწყე ლაპარაკი და ეს მე პასუხისგაცემა ამათმაც იციან გასო ყველა მიციან მაგრამ ჩაულებრივად რომ ადამიანად რომ მიუდგები ყველას და სულ არ მიუდგე ახლა უბრალოდ ეგ რომ მივიდოდი ის გამარჯვებას გეტყვის მოგესალმება რაღაც ისე თბილად მოგმართავს რაღაც დადებით ემოციას გადმოგცემს აი საერთოდ სხვა ადამიანია ამიტომ ცოტა სხვა გამოცდილებასაც ვაყოლებ მეგობრებო, მაგრამ ასე აი მომიწია ეს. მაგიტომ ვიძახი თქვენთან ესეთი რამეები ნაკლებად თითქმის არ მოგიწევს გააჩნია ლოგისტიკაში, ზოგ ლოგისტიკაში რომ აღმოჩნდეთ უბრალოდ ეს ბიჭი რას ლაპარაკობდა, ამდენ საერთოდ არ ყოფილა ამდენიო მაგას სიტყვით, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ხო ხედავთ ფაქტებს განახებთ აგერ. აგერ ფაქტი მეგობრებო, საათი და 3 წუთი უნდა გავჩერდე.
იქ პარკინგამდე ვერ მივიდოდი, სულ რომ 1 და 2 წუთი გადაგცელო და დარღვევა გქონდა. კი ბატონო, არ გეტყვიან, მაგრამ რო იცი რომ აი დარღვევა გაქვს, რაღაც ისე დადიხარ რა. ესე ბოლომდე თავისუფლად არ ხარ, ესე რო თქვა, მაინც. აი სკანია, მაგრამ ეს რა ფერებში გაქვს ბიჭო გაწყობილი და რა მწვანე ზოლები აქვს და არა გვერდან არა. წინიდან кайხო, მაგრამ გვერდან არ მომეწონა. ხო და მოკლედ მეგობრებო, ეგრე ხდება. კარგით მეგობრებო, მოკლედ ახლა ჩვენ აქ ამ საათ და 2 წუთს დაველოდებით. აი ამ საათ და ისა ქვევით აი ამ საათ და 2 წუთს დაველოდებით მეგობრებო, რომელიც სინამდვილეში გავიდა 13 წუთი დამრჩა რომ 11 საათი დავამგვალო, მაგრამ როგორც გითხარით, არ ითვლება, ეგ არ ჩამითვალა ტახოგრაფმა ეგეთ რამე, იმიტომ რომ ბევრი ხანი მომდი ასლა ჩამოსვლას. არ დაგვაუწევს მეგობრებო, ასვლაზე და ჩამოსვლაზე გვაქვს ორჯერ დაძვრის უფლება მანქანის. ანუ მანქანას რომ დავძრათ ერთხელ არ უნდა ჩავაქროთ, მეორე ჩავაქროთ, ქოქავ და გამოდივართ მეორეჯერ. ეხლა მე იქ რომ ჩამექრო და წამოსულიყავი, ეხლა გვიგებით, ხო, მნიშვნელობა არ აქვს, დარღვევაა всё. და ჩვენი ბატონიები წავიდნენ სადღაც იქით. აქედან წავიდნენ ბატონიების შორს, კაი. დავალოდები ახლა მერცას და გავაგრძელებ მე გზას. მანამდე აგერ მეგობრებო, აი ჰოლანდიის ტიპიური ოფისები. აი როგორ აქვს მეგობრებო ოფისები და დაცლები და ისინი. არხები ყველგან, ბატები, ზოგი ბატები მაგალითად საერთოდ მან ცხოვრობენ ხოლმე, თავიანთი სახლები აქვს ხოლმე. ჰოლანდია ძალიან კაია მოკლედ ამ მხრივ. აი დავალოდეთ ახლა და წავიდეთ. ზუსტად საათი დამრჩა. 1 საათი გემშვიდობებით მოკლედ. აი მეგობრებო, დასრულდა და გადავიდა უკვე მინუსებში, ჩემი 11 საათი დასრულდა გუშინ მენა რომ დავკეტე მაქიდან, მაგრამ რა ადგინა, 49 წუთი კიდე დაგვრჩა აქ 48. 11 საათი დამისრულდა რაც მენა დავკეტე, მაგრამ ის ასვლა ჩამოსვლა რაც იყო, ის არ ითვლება. ამიტომ ჩათვალეთ 12 საათზე აქ ლაპარაკი და არა 11-ზე. ფაქტი აგერ არის, მენა დავკეტე ერთ ტელეფონშიც, მეორე ტელეფონშიც მიწერია კიდევაც როდის დავკეტე და ასე შემდეგ და აგერ კი ბატონო კიდე 47 წუთი უკვე მაინც დამრჩა. ამიტომ ჩათვალეთ ასვლა ჩამოსვლის გარდა, ხო? ასვლა ჩამოსვლის გარდა ის 5 წუთი ახვალ და 5 წუთი ჩამოხვალ თუ 9 საათი მოუნდებით ასვლას გემზე და 9 საათი ჩამოსვლას, რომელიც საათს არ უნდა გადაგიცდეთ, რატომაც ახლა მე აქ გავჩერდ და პარკინგამდე ვერ მივედი. ამის გარდა სმენის დაკეტვიდან 11 საათი დგომაში უნდა ჩაგეთვალოთ, ანუ იქ რო იდექით, გემს რო ელოდებოდით, გემზე რო იდექით და აქ რო დგეხართ, ეს ყველაფერი უნდა გამოდიოს 11 საათი. აი ესენი დადიან ხოლმე ხშირად ესეთი რაღაცეებით. ასაკოვნები, ელექტრო რაღაცეები და ამითივე შედიან მაღაზიებში, შესასვლელები აქვს ხოლმე მაღაზიებში და მაგითივე შედიან მაღაზიებში. აი მეგობრებო, პოლიცია დატრიალდა, აი ესე გამიარა, დატრიალდა უკან წამოვიდა და გავიდა. დამინახა, მაგრამ არაფერი. არ ვიცი ხა რაღაცას ეძებს, შეიძლება შემთხვევით შემოვიდა, მაგრამ ნუ ფაქტია რომ აქ გომა არ შეიძლება და მე ვდგევარ რა. აი ეს არის ჰოლანდია მეგობრებო ზოგადად, მაგრამ ახლა ასე სხვაგან გეუნებით ვერ იზავ რა. შეიძლება მოსულიყო, მაგრამ არ ვიცი, ხო გეუნებით შეიძლება სხვა რაღაცას ეძებს, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია რომ პოლიციამ ჩამიარა, გამოვიდა. არაფერი არ ვთქვი, ამას ვიზახე რომ ეხლა აქ შეგნებულად გავჩერდი, იმიტომ რომ ნუ ვამჯობინე რომ აქ გავჩერდე მირჩევნია ვიდრე 56 მეტრი ხა ამის ტახობს ეძებო, ხო ხტები და ამიტომ ფაქტი აგერა. აი ეს ახლა უბრალოდ ვერ მოვასწარი კაცში მეგობარს ვლაპარაკებდი, წავიდა იქ შეანელა, შეტრიალდა, შემოტრიალდა, მეთქი ახლა ეს ახლა დღეს ნამდვილად მოვამეთქი, იმიტომ რომ ამდენი ხანი 3 წელია მსგავს რამე მე არ მქონია. სხვებზე კი ბატონო დაუკაკუნებიათ გერმანიაში თემაში და თქვა დაუჯარიმებიათ კიდევაც ხანი, ხან უპატიებიათ კიდევაც კი ბატონო, მაგრამ გაიარა უკან არ ვიცი ვიმეორებ, შეიძლება უბრალოდ რაღაცას ეძებს, მაგრამ ფაქტია რომ პოლიციამ გაიარა და მე არაფერი არ მითხრა, რა ვიცი. მეგობრებო, აგერ მეორე პარტია ბატების ჩამოფრინდნენ, ვერ გადავიღე პროსტატორე დაეშნენ, პასატკა გააკეთეს, ისინი იქით არიან კიდე ხეს მანქანა ეფარები. ისინი აი იქით არიან, შორს არის. და კიდე რაღაც ფრინველები დაფრინავდნენ, მოკლედ ვერ ვასწრებდი გადაღებას. ეთყობა ასაფრენი ბილიკი ამათი აგზებოდნენ. კაი, რაც შეეხება ჩვენ ამბავს, რა ხდება ახლა აქ? დაგვრჩა 1 წუთი მეგობრებო, 1 წუთში შემეძლება უკვე ყველაფერი და 0-0 დაეწერა და თუ მოვასწრებ. აბა ნახეთ მეგობრებო, აქ 0 დამიწერა, თორე ახლა აქ არ ეწერა, აქ ნოლები ეწერა მეგობრებო, ნახეთ. აქ რო ჩამოვალთ ქვევით, შეხედეთ აი რო დავიწყოთ. საათი და 16 წუთია, რაც აქ ვდგევარ ახლა. აქ რახან 0-0 გახდა და ის საათი და 16 წუთი და ამან ხო დაიწყო დაკლება საათი და 15, საათი და 14, 20, 10 და ეს ხო განულდა. კიდე ქვევით რომ დააწევოდით, აქაც ნოლები მეწერა მეგობრებო, აქაც ნოლები მეწერა და ეგ იმას ნიშნავდა რომ სანამ ის
ეს არ განულდებოდა, წინ აი აქ რაც არის, აი ეს არ განულდებოდა. მაგდენი მანამდე ამას არ მომცემდა ნოლები ეწერა, მაგით ვიხდებოდი. ეხლა ვეღარ მოვასწარი ამ ბატების გამო. მაგრამ ესე არის მეგობრებო, აქ ნოლები ეწერა რა ხან ეხლა აქ უკვე აი აქიდან ქვევით ჩამოვალდა ნოლები წერია, ესე იგი მე აქ გასაკეთებელი პაუზა აღარაფერი აღარ მაქვს. თავისუფლად შემიძლია დავიძრა და აგერ რული ახატია 4 საათ ნახევარი ტარება შემიძლია. და ასევე 15 საათიანიც მაქვს. ანუ ეს ნიშნავს რომ 15 საათიანი სამუშაო დრო მაქვს, ანუ 9 საათიანი პაუზა შემიძლია გავაკეთო და 10 საათიანი ტარება მაქვს. ანუ ამაზეა ლაპარაკი, აი მეგობრებო. 10 საათიანი ტარება ორჯერ შემიძლია, 15 საათიანი სამუშაო დრო ნიშნავს 9 საათიან პაუზა. 9 საათიანი პაუზა სამჯერ მაქვს, ანუ 15 საათიანი სამჯერ მაქვს, 10 საათიანი ორჯერ მაქვს. მოკლედ ეგრეა, რო გავიაროთ ეხლა ტახოგრაფი უცებ. ჩამოვედით ქვევით, საათი და 17 წუთია ვდგევართ, ჩამოვედით ქვევით, ეს მეორე მძღოლია და არ გვაინტერესებს. ლოგინები 00, ანუ პაუზა გასაკეთებელი აღარაფერი აღარა მაქვს, დასრულებულია, განულებულია, ტარება 4 საათ ნახევარი მომეცა, 15 საათი მაქვს, 10 საათიანი ტარებას მაქვს, რამდენი მაქვს, რო გავიგოთ, ჩამოვიდეთ ქვევით, კიდე ქვევით ჩამოვიდეთ, 10 საათიანი ორი ტარება მაქვს ამ კვირაში, 15 საათიანი სამუშაო დრო, 9 საათიანი პაუზა, სამჯერ მაქვს მეგობრებო. კარგით, ეხა მეგობრებო, გადავამოწყოთ, მაგრამ ამას პარომი მოხსნილი იქნება, პარომი როგორ იყო, ესე იგი აქედან რო დავიწყოთ, ხო? ოკეი, ქვევით, ვოდა 1 არ გვინა, ვოდ ვადიტელ 2 არ გვინა, ვოდ ავტომობილი, ქვევით რო შევიდეთ, ქვევით რო ჩამოვალ და ნაჩალო წერია, ესე იგი კანეცი რახან არ წერია, ესე იგი პარომი მოხსნილი აქვს და ესენი პარომს ხსნიან ხოლმე, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გემზე რო გაჩერდებით, პარომი ავტომატურად მოხსნათ ხოლმე, რა ვიცი. ეხა ჩვენ რა გვინდა მეგობრებო, ეხა გავხსნათ სმენა, მაგრამ ხო დავკეტე იმაში რა ქვია, ინგლისში, UK, ხო დავკეტე. ეხა გავხსნით ჩვეულებრივად ჰოლანდიაში. მე ამასობაში ჩემი სმენის დაკეტვიდან გავიდა სადღაც 12 საათამდე გავიდა და გამოვიდა ის რომ 11 საათი მეგობრებო უნდა ვიდგეთ გაჩერებული მანქანით. მარტივად რო ვთქვათ, მანქანა 11 საათი, როცა 9 საათიან გემზე ადიხართ, 11 საათიანი პაუზა უნდა დაასრულოთ, ნიშნავს რომ 11 საათი მანქანა უნდა იყოს გაჩერებული ის გემზე რო ადიხარ და აქამდე რო მოდიხართ, ასრულის დროს ისევე როგორც ჩამოსვლის არ შედის ამ 11 საათში. 11 საათი და 1 წუთი მინიმუმ უნდა ვიდგეთ ხოლმე. ამიტომ ეხა აქ მე ყველაფერი კარგად მაქვს და დავიწყოთ ეხა სმენის გახსნა. ოკეი, ქვევით, ვადიტელ 1, ოკეი. ნაჩალო სტრანი, ნიდერლანდები ჩემ შემთხვევაში. უკან და ოკეი. და ჩაკუჩებზე დავდგეთ მეგობრებო. აჰა. აი საათი და 17 წუთია მეგობრებო, ვდგავარ აგერ ეს ბიჭი დარბის. ველოსიპედმა რამდენმა გაიარა, ეს იხვები კაი ამათვის არ წვიმს, მაგრამ აი ესე პატარ-პატარათი წინ წყლავს. საათი და 17 წუთია, საათ ნახევარია, თითქმის არ გადაუღია მოტოციკლები და ყველაფერი, მაგრამ აქ შეჩვეულებელია, ველოსიპედები დადის ხალხი. ჩვეულებრივად რამდენმა გაიარა. აქ ეგეთები არ უკურთ მეგობრებო. და რაღაცნაირად თან კი გასწოლებს, მაგრამ ვერ ხვდები, ანუ გალუპული არ ხარ ამ მოგეთ. აი ამაზე ვიძახი, აი ესენი ძარჯენ, ესენი ვინები არიან, არ ვიცი. კი მინახია, მაგრამ ნახე ჩემი პროტესტი გამოხატეს. რო გავაჩერე მანქანი და თქვენ მაიმუნები თქვენ. რაღაცა იხვის ჯიშია, რომელიღაცა ბატის ჯიშია, რომელიღაცა რაღაც შეფერი გადაღებილები არა, ნავარები არიან თქო. გადაღები, სად დატუნინგებული ბატები არიან. ნაგლები არიან მაგარი, ახლოს რომ ხვალ ხო არ გონიათ რომ რაღაცა, ეგრევე თავს დახრიან, ნისკარს მოიმარჯვებენ და წადიან ხაკიდან მოგეთყვიან. ეგრევე შეიძლება ფრთების გაშალოს და ფრთებს თუ გაშლის უნდა გაიქცე მე. ყველა ესეა, ანუ ამ ჯგროში ერთი არის ლიდერი რა ყოველთვის. თავი კაცი ესე რო თქვა და ის ერთი ყოველთვის გაიქაჩება თქვენ წინააღმდეგ. მაგათიანებთან ახლოს რომ მიხვიდეთ. კარგი, წავედით ეხლა ჩვენ მოკლედ აქ ასეთი დაცლა დატვირთვების ადგილებია მეგობრებო. ჩვენ ეხლა აქ სად მივდივართ, ესე იგი ჩვენ ეხლა მივდივართ, ჯერ პირდაპირ და წრეზე ყოველთვის ყურადღება გქონდეს სად მივდივართ. ჯერ ერთი რაღაცა არის მოსახვევი და მერე წრეზე იქით. ანუ აქ დაფი არ გვაინტერესებს რა ხდება. აი ველოსიპედის გასასვლელები ფრთხილად მეგობრებო, როგორც ხედავთ იქ ბევრი ველოსიპედი დადიოდა ძალიან. აი მოკლედ აქ რო წამოვიდეთ, აი ესეთი სათბურები და პარკები და მაღაზიები აქვს მეგობრებო აქეთ. ახლა კალიასკის როგორი ველოსიპედით მიყავს ბავშვი წარმოიდგინე, ორი ასაყვარელი ბავშვი უდის და
ძალიან საყვარელი ბავშვები ეს. ეს წყლები ოფისებთან ხო თითქმის ყველას აქვს. აი სულ ესენი არის მეგობრებო, სულ ოფისები, აი სულ ოფისები და მაღაზიის ისინი და დაცლები და ეგეთი რაღაცეები. აი ამას ვიძახი მეგობრებო, ეხა აქ რო დადგეთ. აქით მაგაუხვიოთ, აქ რო დადგეთ, აქით მაგაუხვიოთ. შუაში აგერ ორი ზოლი. უნდა რო აგერიოს, მე ვეღარაფერს ვეღარ ზავნა შეუხვიო მანდ. არის ხოლმე ხანდიხარ რომ უცებ თუ არ დადგები, სადაც საჭიროა იქ, აი როგორ იყება ეხა მანდ გზა. უცებ თუ არ დადგები, მე აქედან ხო არ დავიწყებ, ეხა εκεί გადახოვარ. ჩვენთან შეიძლება ვიღაცამ გადაუხვიოს პატარა მანქანამ ძირითადად და შეიძლება დიდმაც, მაგრამ აქ ეგრე ვერ იზავ. მიტინგზე არის. აი მეგობრებო, მე ხომ მოვდივარ აქ გვერდზე, ხომ მოდის გზა, ჩემს გვერდზე კიდე მიდიოდა გზა, გვერდიდან გზა გამოდის, აგერ ხიდები. ეგერ ხიდები მეგობრებო. და ეს კიდევ არ არის, აქ მარტო 3 ხიდი გადადის ერთმანეთზე და არის 5-6 ხიდი იკლაკდება ერთმანეთში, წარმოიდგინეთ. ყველაფერი არის მეგობრებო მოკლედა. ამიტომ გვინდა ნავიგაციასთან კარგად ურთიერთობა უნდა შეგვეძლოს ნავიგაციასთან, ამიტომ მეგობრებო. აგერ შევჩერდი მეგობრებო ცოტა ხანი ვითომ 11 საათიან გემზე ვიყავი, მაგრამ ბატები. Привет. უნდა მოკლედ ცოტა ხანი აგერ შევჩერდები მეგობრებო. ჩემი ფეხბურთი მეპრინციპით. ეს რიხინი რო არ იყოს მანქანების კაი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს. ისე კაი მხელზე შიტი და რომ მხელაზე ის მაინც ხმა. მოკლედ მეგობრებო, გემს რაც შეეხებოდა, ეგ იყო ერთი გემი, ნანახი გექნებათ უკვე ის 2 საათიან გემზე ასლა ჩამოსვლა, 9 საათიან გემზე ასლა ჩამოსვლაც. ეგ იყო, არის კიდე ასევე გემები, მაგალითად ჩემი მეგობარი ერთი კვირის წინ 15 წუთიან გემზეც იყო, დანიიდან გადავიდა იქვე, ანუ ნაპირზე რო დავჯექიო, გემზე ავედი და ჩამოვედი ეგრევე, იმიტომ რომ ეგრევე გადავიდაო. აგერ კორპუსები ჩანდაო, ეგრე კორპუსები ჩანდაო. არის 40 წუთიანი გემები და არის კიდე ერთი ჩემს ის მოუწია მარტო აი ჩემს სანაცნობოში 17 საათიან გემზეც მოუწია ჯდომა. ამიტომ სხვადასხვანაირი გემებია, მაგრამ გემის მუღამი დაახლოებით ეგ არის. ყველგან ასვლა დაახლოებით იგივე პრინციპია, ასვლით ყველგან კაია, ცუდი არსად არა, ზოგან კაია, ზოგან უფრო კაია, მაგრამ ცუდი არსად არა, ყოველ შემთხვევაში გემი კაია. მატარებელი ვნახოთ, მატარებელიც მომიწევს სავარაუდოდ და მაგასაც გაჩვენებთ. მოკლედ ესე მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. ეხლა გაუდგები მე ჩემს 900 კილომეტრიან გზას და ჩავალ სახლში. თქვენ კი დაგემშვიდობებით კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო. კარგად.